მართლმადიდებელი სამყარო აღდრომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადება. დიდი მარხვის ბოლო კვირის განმავლობაში მორწმუნეები იესო ქრისტეს ამ ქვეყნიური ცხოვრების ბოლო დღეებს იხსენებენ. ამიტომაც აღდრომის წინა კვირას ვნების შვიდეული ეწოდება. ვნების შვიდეულის თითოეულ დღეს თავისი დატვირთვა აქვს შესაბამისად, ტაძრებში ღვთისმსახურებაც განსხვავებული წესით სრულდება. ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს იესო ქრისტეს მოწაფეებსა და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებას ეძღვნება. დიდ ხუთშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია 4 სახარებისეულ მოვლენას იხსენებს. საიდუმლო სერობას, როდესაც მაცხოვარმა დაადგინა წმინდა ზიარების საიდუმლო. მაცხოვრის მიერ თავისი მოწაფეების ფეხტბანას ნიშნად უდიდესი სიმდაბლისა, გეთსიმანიის ბაღში ლოცვასა და იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემას. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში წმინდა ბასილი დიდის წირვა აღევლინა. სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია აღესრულა ყოლა წმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. წირვა სამების საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურმა, არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა ტაძარში შეკრებილები დალოცა და ქადაგებით მიმართა. სასულიერო პირმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ საკურნებელად სულისა და ხორცისა. იყოს წმინდა ზიარება დღეს, ვინც ეზიარეთ უფალ იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ვიცით, რომ ამ დღეს უფალმა იესო ქრისტემ მოაწყო სერობა, სადაც მისი მოციქულები მის სისხლსა და ხორცს აზიარა და ამით დასაბამი დაედო ჩვენს ზიარებას იესო ქრისტეს სისხლისა და ხორცით, რომელიც ნამდვილად და ჭეშმარიტად უფლის სისხლია და ხორცი. ჩვენ, როდესაც ამ დღეს ავღნიშნავთ, ეს არ არის მხოლოდ გახსენება ან ერთგვარი მიბაძვა, ეს არის მონაწილეობა იმ სერობაში, იმ საიდუმლოებაში, რასაც პურითა და ღვინის, რისი პურითა და ღვინის შემდეგ სისხლად და ხორცად გარდაქცევა მოყვა მაშინ და დღევანდელ დღესაც ჩვენ აქ, როდესაც მსახურებას ვესწრებით, არა მარტო აქ, დედამიწის ნებისმიერ ადგილას, სადაც მართლმადიდებლური წირვა აღესრულება, პური და ღვინო გარდაიქცევა ჭეშმარიტ უფლის სისხლად და ხორცად და ჩვენ მონაწილე ვხდებით იმ სერობისა, რომელიც თავად უფალმა სწორედ ამ დღეს გამართა. ამაზე დიდი და ამაზე მნიშვნელოვანი უფალს ჩვენთვის ადამიანებისთვის არაფერი მოუცია, რომ ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ვეზიაროთ ღმერთს. და თავადაც იოანეს სახარებაში თავად გვეუბნება მნიშვნელობას წმინდა ზიარებისას. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინცაც ჩემი წამს საუკუნო სიცოცხლე აქვს. მე ვარ პური სიცოცხლისა. ზეციდან ჩამოსული, ვინც ამ პურს შეჭამს, მარადიულად იცოცხლებს. პური, რომელსაც მე მივცემ, ჩემი ხორცია ქვეყნის სიცოცხლისათვის. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვავთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ხოლო ვინც შესჭამს ჩემს ხორცს და შესვავს ჩემს სისხლს, მას ექნება საუკუნო სიცოცხლე და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს, რადგან ჩემი ხორცი ჭეშმარიტი საჭმელია, სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასმელი. ვინც ჩემს ხორცს შესჭამს და სისხლს შესვავს, ის ჩემში რჩება და მე მასში. თავად უფალი ბრძანებს ამ ყველაფერს. და თუ კი ადამიანს ქრისტიანად მიაჩნია თავი, რა თქმა უნდა, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე საწყადელი, რასაც ძალიან ხშირად უნდა აკეთებდეს, ეს უნდა იყოს სწორედ მიახლება უფლის სისხლთან და ხორცთან. და დღევანდელ დღეს სახარებიდან ხვდებით, რომ ამ დღეს ზოგიერთი წმინდა მამის აზრით იუდაც ეზიარა. ზოგიერთი წმინდა მამა ამბობს, რომ ის არ ზიარებულა, მაგრამ ეს არ შეიძლება ერთმანეთს შეეწინააღმდეგოს, ეს მამათა აზრია. ჩვენ სახარებიდან ხედავთ, რომ ჯერ უფალმა უდიდესი სიმდაბლის ნიშნად მათ ფეხი დაბანა, თავმდაბლობა ასწავლა და შემდეგ ყველა მოციქული აზიარა მისის და ხორცს და იუდაც, რა თქმა უნდა.
უფალმა იცოდა, რომ იუდას უკვე გაყიდული ყავდა, მისული იყო უკვე იუდა, ვიცით იმ მღვდელმოძღვრებთან, რომლებმაც 30 ვერცხლი მიუთვალეს და ადგილს ეძებდა, შესაძლებლობას ეძებდა, რომ უფალი მათთვის გადაეცა და სწორედ დღევანდელი დღე არის, როდესაც გეცემანის ბაღში უფალი ლოცულობს, როდესაც მივა იუდა და მიიყვანს მთელ ხალხთა უამრავ ხალხს, სადაც იყვნენ მღვდელმოძღვრებიც, იყვნენ ჯარისკაცებით და მიახლება მას და ამბორს უყობს და უფალიც ეუბნება, ვიცით ყველამ, რომ იუდა ამბორით გასცემ უფალს. ამით ჰქონდა მინიშნებული, რომ ვისაც ეამბორებოდა, სწორედ ის იყო იესო ქრისტე. ასე რომ ჩვენ ვხედავთ, რომ უფალი ნებისმიერ ადამიანზე ავლენს მის წყალობას და მადლს. როგორც მზე ანათებს ცოდვილს და ანათებს მართალ ადამიანს, როგორც წვიმა არ არჩევს ადამიანებს, ცოდვილს თუ მართალს, ასევე უფალმაც არავისგან არ გამოარჩია იუდაც. მას ყველაფერი მისცა მოციქულობა, მისცა სხვადასხვა ნიჭები, სიმდაბლეც აჩვენა, აზიარა, მაგრამ იუდამ ნახეთ რაც გააკეთა. და ერთ-ერთი თქმით იუდას მადლობა არ უთქვამს და სწორედ აი ამ დროს შევიდა მასში ბოროტი ძალა. ღმერთმა ყველა დაგვიცვას და დაგვიფაროს ბოროტი ძალისაგან. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენთვის ნებისმიერი მონათლული მართლმადიდებელი ადამიანისათვის იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი ყოფილიყოს თავარი საზრუნავი, რომ მიახლებოდეს მისსა და სისხლსა და ხორცს. გვახსოვდეს, რომ ჩვენ, როდესაც მოვინათლეთ, პირობა გვაქვს ღვთის წინაშე ნათქვამი, რომ შევუდგებით ქრისტეს და შევუდგებით ქრისტეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვცხოვრობდეთ ქრისტიანები, ქრისტიანულად, საღვთო წესებით. უნდა ვემზადებოდეთ შესახვედრად უფალთან, იმიტომ რომ არ ვიცით როდის მოვა უფლის დღე და როდის დაგვიდგება ჩვენი პირადი განკითხვის დღე. ამიტომ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ და როგორ უნდა ვიყოთ მზად? ღმერთმა გვასწავლა ეს წესებიც, რომ ჩვენ თუ კი ქრისტიანები ვართ, უნდა ვმარხულობდეთ, უნდა ვლოცულობდეთ, არ უნდა ვაცდენდეთ საღვთო ლიტურგიას, მადლიერი უნდა ვიყოთ ღვთისა, ვეზიარებოდეთ მის ჭეშმარიტ სისხლსა და ხორცს და უფლის წყალობაც იქნება ჩვენზე და მისი ნებით, მისი დაშვებით ინებებს უფალი, თუ კი ჩვენ სინანულში ვიქნებით, რომ ცათა სასუფევლის ღირს გაგხვდის. ღმერთმა ინებოს ეს. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. დღეს საღამოს 6 საათზე დაიწყება 12 ვნების სახარების წაკითხვა. ასევე ხვალ 2 საათზე იქნება გარდამოხსნის წესი და დატირება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ჩვენთან არის ღმერთი.